მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ახართ? დღეს არის 20 მაისი. ნელა მე მგონი გადმოვდივართ აქეთ ამ ბინაში და დალაგების რაღა გითხრათ, მაგრამ მე მგონი დღეს გადმობარგებას იქედან მოვრჩებით, სადღაც მე-4 დღეა მე მგონი გადმოგვაქვს და ვერ მოვრჩით. პატარა ხალახურებიც კი არ დამიტოვებია იქ, სად დავტოვო. ვერ დავტოვებ ისეთ რამეს, რაც მაგალითად მეც არ მჭირდება, უნდა გადავყარო. აქედან გამომდინარე, მაქვს ეს პატარა რაღაც ხალახურებიც, მუხანი მე ავარჩევო მეო, რაც არ სჭირდება და ასე შემდეგ. მარტო იმას მიაქვს, მე მგონი 2 ტომარა. მე გადავარჩევ და ესე გადავყრი. დიახ, ჩვენი ბინა ვიყიდეთ. რა თქმა უნდა, იპოთეკით ვიყიდეთ, თორე ამდენი ფული არ მოგცა ჩვენ. ხო და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან გახარებული ვარ სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ დიდად მეტყობა მეთქი რაღა გითხრათ, რაღა დაგიმალოთ, არ მეტყობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია წაიღო ამ ყველაფერმა და ხედავ გეგა მე შენ. მოკლედ ეხა იმიტომ მოვედი რომ მადლობები მინდოდა გადამეხადა. ანიკო დეიდა მადხოვა ფული. იანვრამდე და მადლობა მინდა გადაუხადო ასეთი სიკეთისთვის. მე იქეთ რო არ მithქვია ისე აქეთ შემომთავაზა. არ მოგერიდოს ოღონდაც თქვენ თავი მოაბით ამ ყველაფერს და მეგვერდში დაგიდგებიო და უდიდესი მადლობა მას ჩემგან და არ დაეკარგება არანაირად ეს სიკეთე. ჩემი მხრიდანაც მე იმას არ გულისხმობ, რომ ეს სიკეთე აკეთოს და ღმერთი ასე და ისე თქო, მაგრამ ჩემი მხრიდანაც არ დაეკარგება. მერე მეორე კიდევ ძალიან დამიდგა გვერდში ერთი ქალბატონი. სულ ვიძახი რომ უკეთილშობილესი და აღარ ვიცი უკვე რა ვუწოდო, იმდენად მიდგას სულ და სულ ხსმენიათ მე ვიძახი ხოლმე, უბრალოდ სახელს არ ვამბობ და ნებისმიერი ადამიანის მოსაზრებას თუ რომ არ უნდათ რომ არ ვთქვა, ამას პატივს ვცემ რა, მოკლედ რა მავიწყდა ეს სიტყვა, რა ქვია მაგას, ადამიანის არეული მაქვს თავში ყველაფერი და ბოდიში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობელი ვარ. უდიდესი მადლობები ამ ადამიანებს ჩემგან. ძალიან დამეხმარნენ, ძალიან, რომ არა ის ფული, რაც მოათხოვეს ამ ადამიანებმა, ამ ორმა ადამიანმა, ეს ბინა არ გვექნებოდა. და ძალიან მადლობელი ვარ ამ 2 ადამიანის განსაკუთრებით. ესე იგი, ჯერ ხომ მანამდე სკოლამდე, მგონი ივლისში იყო, ჩემს ვიდეოს ვინც უყურებთ, მე საჩინოში რო ვიყავი, მაშინაც გამომიგზავნა ფული 300 ლარი, მერე კიდე 300, მანამდე კიდე იმის მერეც, მერე რა ვიცი საჩუქრები ჩემ დაბადების დღეზე, მერე კიდე ქვაბებიც, ის კაი ქვაბები რომ აქვს. თავისი ჩამჩადაიმებით, მოკლედ რა ვიცი, აღარ ვიცი, იმდენი სიკეთე გამიკეთა ამ ადამიანმა, იმდენი სიკეთე გამიკეთა, რომ არ ვიცი, ღმერთმა რაც კი ინატრონ ამ ადამიანებმა. რაც კი იფიქრონ, ეს მინდა, ის მინდა, რაღაც, ხო, ნებისმიერ რამეზე ღმერთმა აუსრულოთ და ყველაფერი ქონოდეთ. ძალიან დამიდგნენ გვერდში, ძალიან. ძალიან ისეთი რომ არ იყოს, ეხლა ჩემი მადლობები. მოსასმენადაც კი ადამიანებისთვის. თვითონ იციან როგორი მადლიერი ვარ და მოკლედ ვინც გაიგებს ეხლა აქედანაც გაიგებთ. აღარ ვიცი, ვერ ვუხდი ადამიანებს ისე როგორც საჭიროა ხოლმე, არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმომაქვს. ღმერთმა შემაძლებინოს, რომ
შევძლო მეც ვაკეთო მსგავსად სიკეთეები და ის კაკუნიდე ალსმენია ის ხარი ალისი მეტრა რომ იჭი მოკლედ სიკეთით 100% თუ მილიონი პროცენტით რა ვიცი დაუბრუნოს ღმერთმა ამ ადამიანებს აი ამის თქმა მინდა მე კი უწესრიგდები აქ თავიდან რა იყო გაჩვენებთ მე რა არის იმასაც გაჩვენებთ მოკლედ რაღაცეები მაქვს გადაღებული და ძალიან დიდი ვიდეო არ მინდა გამომივიდეს ხო მე მქონდა ლიმიტი განვადების აქ არ იყო სამზარეულო და სადღაც 2500-მდე მქონდა ყველა არ დამიხარჯია მაქვს კიდე იქ ლიმიტი მაგრამ ყველას აღება არ მინდა იმიტომ რომ ცალკე იპოთეკა გადაიხადო მე განვადებები მე აქეთ ოქრობილო დავალომბარდე მაგის ფული სადღაც 150 ლარამდე არის ცალკე იმ კალიცოსი რო ვიყიდე 200 ლარი 200 ლარს ვიხდი თვეში ხო და მოკლედ მაინც არის კი გასავალი აქედან გამომდინარე ძვირფასებო ბევრი რო არ გამომსვლო და ცოტა გავწელე დრო ავიღე კუხნა ანუ სამზარეულო ავიღე იმიტომ რომ მჭირდებოდა სხვანაირად ვერ მარტო ეს იყო აქ ხო და მოკლედ სხვა დანარჩენს თუ რა ავიღე თუ ვიყიდე თუ რაღაცა მაგას ნახავთ რა როგორ ყველაფერი გადაღებული მაქვს უბრალოდ რა ვიცი იქ ამბობ არ მახსოვს მაგრამ რაც არის ეგ არის რა იქ გადაღებული მაქვს და იმას გაჩვენებთ კიდე დავიმატე განვადება ძვირი არ არის ის და კუხნა სხვათა შორის 900 ლარიანია იაფიანია მაგრამ მომეწონა რა ვიცი მე რაც აქ დაეტეო და ისეთი ავიღე და რა თქმა უნდა იაფიანს ფეწები სიმართლე რო გითხრათ მე ეს მაგიტას კამებიც მივამატე ისინი იცით 550 ლარიანი ისინი რო არის მაგიტას კამები ისა მასაც გაჩვენებთ და კიდე რა ქვია აქეთ დასადგმელი მაგრამ იმას მოკლედ რომ მოვა მე გაჩვენეთ ეხა წინასწარ არ ვიტყვი რო გავწელე ისე სადღაც ის ყველაფერი ერთად ის რომ მომივა იმიანად სადღაც 130 ლარამდე დამემატება კიდე კუხნა და ეს ყველაფერი მაგიდა არ მაქვს იქ პატარა მაგრამ იმას მე მივხედავ რამეს ისა ესე და თავარია ჩვენია და თავარია დროულად ვიხადოთ კარგად მოვიქცეთ ამას მივირთებდი ეხა საჭმელზე ვინ მოიცალა აქეთ გადმოვიტანეთ გაზი მაცივარი ყველაფერი მაცივარი დღეს მოვიტანეთ მე დამუხამ ნათიას ქმარი შეგხვდა მე და ამოტანაში ის დაგვეხმარა ჩემი მეგობარი გოგოა ნათია ელისი მე გოდეს ლოგინი გადმოვიტანეთ ეხლა აქაური მატრასი იქეთ წავიღეთ და ჩემ მატრას გადმოვიტანთ და ლოგინები და ლეიბები და ისინი სხვა დანარჩენი იქ რაც მაქვს ის სარკიანი და ესენი რომ ელაგა სალაში რაც მედოის ჭკალში მიდის დივანი საჩინოში იქეთ გარეთ დადგამენ პლოშადზე ხო და ესე ჩემო კარგი ფული გამყავდა სადღაც 2 დღე მესამე დღეა დღეს რო წავიდა საათი არ გადმომიტანია მაგრამ მე მგონი 12 შესრულდა ой 12 კი არა მე მგონი 2-ია 3 საათია ხალხო პირველი საათი ხო და მოკლედ ეს ხმაც არ მაქვს საუბრის ძალაც არ მაქვს და მოკლედ წავედი ხა მე მიუერთებ ამ ვიდეოებს ერთმანეთს და ისე ნახეთ და უყურეთ ისა ჩვენი სიხარული გაგიხართ და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თქვენს ყველას აქვს სრულებოდეთ თქვენი ოცნებები თქვენი ფიქრები
ყველას გისურვებთ თქვენი მიზნებისთვის მიგეღწიოთ კარგ ადამიანებს და კეთილ ადამიანებს ყველას. კიდევ და კიდევ უდიდესი და განსაკუთრებული მადლობები ამ ორ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ორივესო. დღეს ჩვენი ჭერი გვაქვს, რა თქმა უნდა თქვენი დამსახურებით. უხმესი მადლობა. მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს, ეხლა მე აქ. ეს მაქვს გასაკეთებელი. ეს საწოლის ოთახში ეს დანარჩენი. რა ვიცი. ცუდი არ არის. მარტო აიქ. ეს მაქვს გასაწმენდი. აი ეს აქ ბადე აქვს. ესე გამოიყურება ეს. ნახეთ. ეს კარგია. ეს რო ირეცხება ეგეთია. ლოგინი მე მგონი ერთი ზომა არის, ჩემი და ეს არ ვიცი. არა და ესეთი. აი ესეც. ეს დათასტანსაცმელები აქ. აი ესეთია მოკლედ. კარგია ეს, ცუდი არ არის. მე გაჩეჩილი ვარ, არ მიყუროთ. დღეს იმდენჯერ დავსველდი. ხო. აქ მოკლედ საქმე მაქვს, რა თქმა უნდა. ესენი აქ იყო. აქ ეს დღეს გამიკეთეს, ეს რო დავდგათ, აი ეს გამიკეთეს დღეს. აი აქედან. სარეცხის მანქანა რო დავდგა. ამით უნდა დავიბადოთ ახლა. ამის გაშპაკვლა მინდა მერე. რა თქმა უნდა, ჭერი როგორც იქ გავხეხე. კიდე აქაც, მაგრამ ეხა ის ხსნარი რომ მაქვს, მე მგონი ადვილად გავაკეთებ. აქ ეს ფარდა არის და ძალიან კარგია. მე გავრეცხავ ჩამოვხსნი და აჩვენებს არ ვიყო. ხო, ამის დაფარვა მინდა. სად უნდა დავიბადოთ? აქ დასალაგებელი მაქვს მოკლედ ყველაფერი ხალხო. აი აქ ეს რო არ არის, აი ესე ცოტა კუთხის გაკეთება მინდოდა, ნახეთ, აი ამ კუთხიდან გინდ ოვალურად, გინდ მრგვლად, რა ვიცი, წყალი აქეთ მანქანისკენ რო არ წამოვიდეს. ძალიან დიდი ბოდიში ეხლა რო ესეთ იმას გაჩვენებთ, მაგრამ ამას რო აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ხალხს ხო უნდა მომსახურებოდი, აქედან გამომდინარე, ჯერ ვერაფრისთვის ვერ მოვიცალე. ხო, ეს აქ შუქი. სიათლეზე დიდად არ ეტყობა, წარმოიდგინეთ, მაგრამ აი იქ. მაინც რაღაცები რო არის, იმას გავწმენთ და ის უნდა დავაფარინო მუხას, თორე საერთოდ არ მომწონს, უდისუნია. ხო, ტუალეტიც. ხო, აი ეს კედლები. გასაკეთებელი მაქვს. ბოდიშით ამისთვის ძალიან დიდი ბოდიშით. აქ შუქი არ არის ჯერჯერობით. მე მგონი ნატურა არ არის, მაგრამ აქაც როგორც იქ უარესი იყოს, შიგნით სულ შავი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე მაქვს, მთავარია ეს მაქვს. ქაღალდისთვის ეს კაია იქ არ მქონდა. ამას ძვირი არ ღირებულა, ეგ უბრალოდ ზომების მიხედვით არისო და აქედან გამომდინარე ვერ ვიყიდეთ გუშინ, თორე 8 ლარად, 12 ლარად გქონდათ. ეს არ მომწონს კიდე. აი ეს. ნახეთ? აი აქ. ხეთ?
ეს არ მომწონს, მაგრამ ეხა ამისის არ მაქვს ცოტა ხანი იქნება და მე რამეს მოვახერხებ. ხო, ბევრია. ხო, აი აქ ეხა რას ვაკეთებთ და ჩემ ბიძაშვილი მყავს. ეს კედლები არ მომწონდა საერთოდ და აი ამას მიკეთებს. აი რა ქვია, თქვენ გეცოდნებათ, მე ხა დამავიწყა ფინთხიო თუ რა ვიცი რაღაცა ქვია. აი ეს 4 ვიყიდეთ ეხა. იქ სადაც სამზარეულო დაიდგმება, იქ არ ვაკეთებთ, ვტოვებთ. ხო, ესეთი ამბებია აქ. ეს კედელიც. ხო, დედა დამაცადე 1 წამი. ეს კედელიც აი ეს ცოტაღა დარჩა. მოკლედ ამას რომ მოელევდეს. აი აქეთაც. აუ ეს მაგიდა გამოეტანა. მოსაკლავია ეს კაცი. ყველაფერს ერთმანეთს მია იმას იზამს ეხლა და მე იწვალეთ ათიამ რომ ხეხო და წმინდო ესენი. გაეტანა ცარიელია ოთახი. დედა მე რა გაჩხუბებსო მეტყვი. ხო. აი აქ ჩამპალი იყო, რაც იდო ის მოხსნა და აი ამას გავაკეთებო. აი ამას. გაზის აგერ არის, მაგრამ კალმას არ გავაკეთებთ. ხო, ეს აქ გვაქვს. ეს მაგიდაც მაქვს აქ. ეს ერთი სკამი, მაგრამ ეს მომწონს ტელევიზორის მაგიდა და ხო, ესენიც დატოვეს აქედან, რა თქმა უნდა, ესენი არ მინდა, მაგრამ ესენი. ესეც ეს ხის რა ვიცი, მინდა არ მინდა, რა მგონია, იმიტომ რომ ეს მაქვს და ეს მაგიდა კი მომწონს და მომიწევს ეხა მარტო მე გავათრიო. ხო, ეს მაცივარი მუშაობს, მოკლედ სხვას უნდა და აქედან გამომდინარე არის რომ ჩართულია უბრალოდ მუშაობს თუ არა აქვს და ვაძლევთ მე რა თქმა მაქვს ჩემი და რა თქმა უნდა უფასოდ ხალხო. არ პიდიანებს რა მაქვს გასაკეთე. ვიღაცას მარტო ესენი მოვიტანე. ჯერჯერობით ეს ხელი ჩაგადავკეცე, იმიტომ რომ აქაც ის იყო რა ქვია, აი ესეთი ფეხები. ხო, ეს მაქვს აქ. დედა ხო მომკლა, სულ დედა სახილში. ხო, ესენიც მაქვს, დივან კრესლები, ეს ასე მე დავდგი, ეს კრესლო იქეთ იდგა. ხო და ეს ფარდა მე მგონი არ ვიცი აქ დავტოვებ თუ არა არ ვიცი. რა არის ბიჭო? ხო, მოკლედ ეს ტელევიზორი, მაგრამ ეს არ ვიცი ვარგა თუ არა. ინტერნეტი შემოვიყვანეთ უკვე დღეს. აქ კედელი არ არის ცუდი, კარგია ეხა. ცუდი არ არის. ჭერიც კარგია. ხო და მოკლედ ჩემო კარგებო. ეს კარიც არის, გარეთ, მაგრამ ბადეს გავაკეთებთ, ეს გარეთ კეთდება და მე კოღოები არ შემოვლენ, ღამე დატოვება შეგვიძლია. აივანი გვაქვს, აქ, ნახეთ, აქ დავამონტაჟებთ კალმას. იმიტომ რომ მე ზალაში უფრო აი აქეთ რომ წამოიღოს სითბო. ეხლა აქ სამუშაო მაქვს. რა ნაგავია არა უშავს გადავაგდებ, ის ყუთი შემრჩა მიხარდა და ეს პირსახოცი რა თმინდა პირსახოცების მეტი რა მაქვს, მაგრამ რამისთვის ალბათ ტილოდ იყენებდნენ იატაკის ან რავი მოკლედ. აივანი გადასახურია, თორე ყველგან აწვიმს, თოკებიც გასაკეთებელი მაქვს. ხელს ვერ მოკიდებ, ისეთი დამპალია. ხო, მოკლედ ეს, აი, ახლოს ვართ აქ დასაწყისში. მიხარია ბავსკოლიდან დავინახავ რომ მოდის. ესეთი ამბებია. სამუშაო. აი აქ ნახეთ. კარი ჩემთან რო არის კუხნის იქ გამონგრეულს რო უყურებთ თქვენ. აი აქ ეს დიპტია მე მგონი. გიფსო თუ რა ვიცი რაღაცა. აჰა. ხო, სტენგა მომწონს.
ნაკლი არა აქვს, რასაც უყურებ ის ზემოთ არაფერი არ არის, აი ის იმას მეც შევასწორებ. ჭაღებიც კარგია, მაგრამ მუხა მიუბნება. მოკლავს ამის გაწმენდა, იმიტომ რომ შიგნით იქნება მერე სანაგვე ალბათ. ინტერნეტი შემოიყვანა მამიკომ და მოკლედ ესენი მოვიტანე, ხა მას აქ დივნიდან ავიღებ და იქ კუთხეში შავდებ, რომ მერე გავაკეთო, როგორც იქ მქონდა ისე. ესენი აქ რა დააბიჯონ და არ გამიტეხონ. მოკლედ ეს ხო, ნახეთ, იქ საკუჭნაო, აქ არ მაქვს კარი, აქ მქონდა. იქ საკუჭნაო კარი მქონდა აქ. და ეს იყო დაპატარავებული, ანუ აქამდე ეს რომ მოაჭრა. აი ისე. ხო და გაჩვენებთ ახლა საკუჭნაოსაც. ეგ ეს საკუჭნაო. ცუდი საკუჭნაო არ არის, ესენი ძალიან მომწონს. აი ესეა, ზემოთაც ლამაზი, მარტო ქვემოთ არის ლინონეუმი, თუ რა ქვია, ლინეინიუმი, რა ვიცი, მოკლედ რაც არის. ესენი მაქვს. კიდევ აი ეს გამიხარდა ყველაზე მეტად იქ ზოგან პრობლემური როა შევცვლით, ხო? კიდე ესა სადღაც დაცაები. ეს ხა საკუჭნაოში მე რაც მაქილები და ისე რომ გადმომატანინა არ მინდა არაფერი, მაგრამ მოკლედ დღეს მე მგონი აწე. კიდე ვირათები როგორ დავდო იქ? დავდებთ, მამიკო მიწდება ან და მე ავალ. დიდი სათავსოა მოკლედ ეს იმ ჩემს საკუჭნაოსთან შედარებით, ხო? ეს რაც არ მომწონს, ხედავთ. ხო, ამის შპალიერის გაკვრა მინდა, არ ვიცი ჩანს, ეხა ყავისფერია, ღია ყავისფერი. აი აქედან უფრო ჩანს ფერი. აი ამ ფერისა. ღია ყავისფერი მოკლედ და ყველგან რაღაც ასხია, იმ კარზეც სამზარეულოს აქ კარი აქ ხედავთ. იქაც გასაშპაკლი. მოკლედ საქმე არ არის მეთქი ვერ ვიწყე, მაგრამ თავარია ჩვენია და რაც არის ეგ არის. მივხედავთ დრო და დრო. ასე რომ არაფერზე არ ვიწუწუნებ. იმ ფარდას ჩამოვხსნი, ხო, ის მინდა კიდე. ამების ფარდის აი აქეთ რომ აქვს დასაფარი, აი ისეთი მინდა ის. თუ გამიკეთა მუხამ. ხო და კიდე ლუსმანი. ესა შემოკარგებო. კი, ლუსმები იქ მაქვს ესენი რომ მოვხსენი. ეს არის და ეს ძვირფასებო. დამალაგებია მეტი არ მინდა არაფერი. შეიძლება რამდენი გადაღებია? ესენი დატოვეს. აი ესეც. ეს ქაღალდივით ყოფილა. ისიც. მოკლედ ეს. ხო, ისიც. ესე იგი. მოგესალმებით პირველ რიგში, ეხლა დღეს არის მე მგონი 18. წყურია ჯერ წყალიც არ დამილებია. 18 მაისი არის. ორივე ბინაში თითქმის ერთნაირი სიტუაცია მაქვს. უარესი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ გადმოტანა არ გვაქვს დასრულებული. ანუ მდივანი იქ არის, ჭურჭლეულობა რომელაგაის იქ არის. შემოსასვლელში რომ მიდგას სარკეანი, ტანსაცმლის ქურთუკებს და იმებს რომ იმავშვებით ვკიდებთ და ფეხსაცმელებს რომ ვინახავ შიგნით არ მომიტანია ჯერ და საერთოდ ვერ მოვიტან, ადგილი არ მაქვს. გამორიცხულია რომ შემოვიტანო, ვერ შემომაქვს. იმიტომ რომ გეტყვით ახლა, მაგრამ ჯერ აქაურებას განვიხილეთ. მოკლედ, აი იქ რაც დევს და აი ესენი
დაიცათ. თავი დამეხო. მოკლედ, აი აქ ეს თეთრეულები აღარ აი ესენიც გადავარჩი და ლიკას ვთხოვი თუ გინდა წაიღე მეთქი და აქ ახლა უყურეთ. ჯერ არ გამიხეხია. ჩემოდანით სავსეა, ისინიც ჯერ სავსეა, არ მახსოვს რაში რადეს მარტო ეს ვიცი აქ ფარდები არის და დივნის სამეული და სკამის ისინი გარეცხილი შევინახე. აქ ეხლა ასე დავიწყე. ანუ თლად იმაზე არ ეტევა ქვედარხი. დღეს არის 19 მაისი. მომეცი შინ ტელეფონი დრო მინდა ვაჩვი. ხანჯრებს ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის. აი ეს ყველაფერი გამიკეთა კედლებს რასაც ხედავთ. ეს კარნიზები მოკლედ ჯერ არაა დამთავრებული და ამიტომ ეხლა არის აი ეს ნახეთ. თითა უკვე 20 მაისია ხალხო. გაზი გადმოვიტანეთ. ეს იყო აქ ფარდებისთვის. მოკლედ აი აქ რომელიც გამოუცვალე, არ მინდა მეთქი მუხრანიზე იმდენივე ხვეწე გამოაცვლევინე, მაგრამ ეს ბოლომდე არაა დამაგრებული კარგად. ხო და მოკლედ ხვალამდე ვერაფერს ვერ გააგრძელებე. აი აქ ამ კარს რაც შეეხება, ჩემმა ძმამ მითხრა რომ მოგაშორებო ამას და ისე რომ შპალიერ სიქეთ ხარეზე არ დააზიანებს კედლებს რაც შეეხება გითხარით რომ ჩემმა ბიძაშვილმა გააკეთა. კი ამბობს არ ვარ პროფესიონალი და რაღაც, მაგრამ რაც იყო მართლა მაგას აი ძალიან მომწონს მე კი არ აი ზამაინც რა ვიცი მუხრანი მეყიდა ეს ფერი არც უკითხია ჩემზე, მაგრამ არა უშავს რაც არის ვარდისფერი საერთოდ რომ მიყვარს მე მგონი მაგიტო შეარჩიეს. მოკლედ ჩემი სამზარეულო გამოიყურება ასე ხა დაიცა ჯერ დავხურავ რომ თავისით იხურებაო თუ იღებაო მითხრა. აჰა. გამოუწმინდე ხა, მაგრამ სარკევები ჯერ არ გამიწმენდია. მერე გავწმენდ. ისე გამოიყურება. შიგნით გამოუწმინდე რა თქმა უნდა იმდენი მტვერი იყო. ეხლა ეს მინდა რომ გაჩვენოთ. აქ ეს დავამონტაჟეთ. თბილი წყალი მექნება. სულ რო გიждდებოდით რომ ცივი წყლით ცოდვა ხარ და ასე შემდეგო. მოკლედ. ეს არის ეხლა ჩემი სამზარეულო. არაფერს არ უყუროთ, აქ ისეთი ამბავია, გითხარით უარესებსაც ნახავთ მეთქი. ჯერ მე როგორ სიტუაციაში ვარ, კი მხედავთ და ასე რომ ეს ჭაღი აქ განათება არ მაქვს მერე კარგად და ძალიან არ მომწონს და რამეს მოვიფიქრებ. აი, აქ ეხლა რაც შეეხება. ამასაც ვცვლი, ნაყიდი მაქვს აი აგერ. ეს იგი დავიღოთ? კი, მაგრამ ჯერ დაიცა გავწმენ და მერე წავიღოთ. მოკლედ ეს ჭაღი იყო აქ. იქ ფარდას გამოცვლი. ეს ბადეა აქ გარეთ კარების. ჯერ ხედავთ მინები არ გამიწმენდია მაგისთვის ვერ მოვიცალე. აქ ეს ჩემი კარა და არ ჩაეტია, იმიტომ რომ ეს არის გიფსო. ხო და მე მგონი ძალიან გაადიდეს ეს კედელი. ხო და ამიტომ 115 სანტიმეტრია. ჩემთან არის 125, აი იქ იმ ბინაში. მოკლედ ეს ყველაფერი ეხა რაც მქონდა მე გავრეცხე და ისე გადმოვიტანე, რაც ჩემები იყო. ესე ფოტოები გავაკარით უკვე კედლებზე არის. ხო, ეს ჩავალაგეთ, ეს ლიკა აქ ალბათონი მეხმარებოდა. მოკლედ ეს არ არის გაწმენდილი. ხედავთ ისედაც, ეს არ არის შიგნით არის მხოლოდ გამოწმენდილი. აი ესენი ჩავდე, აქაც ესე.
თებშები კი სხვა ადგილას შემეძლო, მაგრამ მე აქ მომინდა და აქ გავაკეთე. ეს მოასწრება. ეს მუხრანის წამალია, ციტრამონი, თავის ტკივილები იცის ხოლმე მოგიტო. მოკლედ, აი ასე აქაურობა ძვირფასებო. ამას აქ არ დავდებ სხვაგან მონახავ. ადგილს უბრალოდ ეხა არ მაქვს ადგილი და მაგიტო. ხო, აქაც აი ესეთი სიტუაცია მაქვს. ამას აკლია ამ ფუჟერს. ხელების ჩვენება არ მინდა საცოდაობა მჭირს. 5 მაქვს ეგ მაღალი. აი ესე. დიდები. ეს საერთოდ გაუხსნელი მქონდა. ეხა გავხსენი. და მეტი რა გაჩვენოთ ეხა რა მაქვს მე. რაც მქონდა ისინი გამოვიტანე, რა თქმა უნდა. ხო და მოკლედ აი ესე. ესე დავალაგეთ. რა თქმა უნდა მე დალაგებულსაც გადავიღებ. აქაც აი ასე ჩავალაგე. აქ ბლენდერი მიდევს, მაგრამ უკან ჩოფერიც და მოკლედ თავარია სუფთად მიდევს. აქ ეს მინდა იმისთვის მოკლედ რაღაცეებისთვის ეხა კი არის აქ სუფთად ეს დანაჩანგლები ჩემ ბლოკნოტები ეს უნდა გავაკრაგოდეს ცხრილია და აქ ეს ჩემი აი ეს საჩუქარი კედელზე უნდა გავაკრა ეს წნევის აპარატი აქ ესენი მაქვს ჯერჯერობით ყველაფერი არ მაქვს ამოლაგებული ხო აქ წყლის თუ ღვინის დოქები, კონტეინერები, ეს ჭიქები, ფოთნოსები და აქ კიდევ რა ვიცი, ადგილი არა, ამან კიდევ რა. ყელის წამალი ხო არის რა? ყელის წამალი შესაცხურებელი, მოკლედ აქ ეს აქ. ო, მაგრამ ხო არა. აქ არ ვიცი. იქ ჩაიხედე და იმაში ნახეთ აქ რა ამბავია. ხედავთ აქ რა ამბავიც არის, აი, ესეთი ამბავი მაქვს აქ. აი აქ. მოკლედ, ეხლა მე რა გავაკეთე კიდე. ეს ხო არ არის რენო? ის ხვირისა. შესაცხურებელია ყელის, ბენეტი. ბენეტი აწერია იქ ხო არ არის სად. ანს რა ვიცი მე სახლში მახსოვს. ხო, აქ ჯერჯერობით ეხლა ვალაგებ. ზოგი ჭიქები იქეთ არა, ამიტომ მოკლედ რასაც მოვასწრებ ეხლა დღეს დავალაგებ ამოსალაგებელი მაქვს ხერთ აქ რამბავია ხო აი შემოსასვლელი კარი არის და აი ამის დადგმა მოგვიწია აქ ეს ჭაღიც არაფერი არ არის აი ამის დადგმა მოგვიწია აქ მოკლედ როგორც მოვახერხე ჯერჯერობით ესე დავალაგე ეხლა მოკლედ აი ესეთი ამბები მაქვს ძვირფასები აი ესე რა ვიცი ცუდად არა თან ვიცი სად რა მაქვს ეხა კიდე გაჩვენოთ აი აქ ამებს არ უყურეთ ეს ცოცხი აქ იყო მაგრამ ვიყენებ ესენი გადასაყრელებია აქ უყურეთ აი აქ უყურეთ აი ხო ხედავთ რა ამბავია აქაც ეგრე ამისიც მაქვს მოკლედ სულ გამოუყენებლები მაქვს აქ ესენი აქ რომ ვიყენებ კიდევ იქეთ მაქვს და დაემატება აი მე ამას უჭირს რაღაცა და მაინც ეს მაქვს გადატენილი აქ მაგრამ მოდი მე შევცვლი სუზანთრისებია წავიღოთ რა იქეთ წავიღებ მე მოკლედ აქ ის სულ შორტები, სარაფნები, სახლის ტანსაცმელები. ეს
საკერი არის და საკერი რომ აღვეს. ოი. დედა, აი უყურეთ პროსტა. ამას ვინ დაიჯერებს, რომ დღეს დილითაც გადავწმინდე. არავინ. აქ რა ვიცი, სახლისები მიდევს აქაც, მაგრამ აქ ადგილი მაქვს ჯერჯერობით. აქ თეთრეულები, მაგრამ არ დამეტევა. კიდევ მაქვს 1-2 ხელი. აქ ისედაც ხედავთ. აი აქ. აბები, სარაფნები, ორეულები, შარვლები, ზედები, ჩემი კაბები კიდე, რომლებიც ჯერ არც ერთხელ მცმია, მუხას შარვალი უკან კუპალნიკები მიდევს იქეთ და აქ მაიკები მუხასი. აი ეს და ეს არის მუხასი, მაგრამ სახლისები ჯერ არ დამილაგებია. აქ ასეთი სიტუაცია მაქვს, ხა უყურეთ. ესენი რეზინიანებია. ჩემი გულის გახარებაც მომიდა. ვი? აჰა. ხო, აქაც ჩემი რაღაცეებია. აქ ის არა მაქვს. რა ქვია, რა ჯანდაბა ქვია მაგას. ხო, აქაც მუხასებია. ჯემპლები, მაიკები, აქ შორტები, მოკლედ რა ვიცი. ხო და მოკლედ ესეც ვიფასებ. ვაგრძელებ დალაგებას. იქ ნაძვის ხე მაქვს. საკუჭნაოს თაროები უნდა დავამატოთ, თორე რაც მქონდა არაფერი არ ეტევა, იმიტომ რომ თაროები არ არის საკმარისად. აი. ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. კი ხედავთ აქ. ეს ფარდებია ჩემი, ესენი გავრეცხე და ისე მოვიტანე. ხო, მატრასი, აი ხედავთ როგორიც არის. ისეთი არ არის, როგორიც მაგალითად მე იქ დამხვდა სადაც ვიყავით, ცუდი, საშინელი, იქ რაც იყო, ამიტომ ის რო გადავაგდეთ და ჩვენ რო ვიყიდეთ ახალი ჩვენთვის, ეხა ისე გადავწყვიტეთ, რომ მე ჩემი მინდა, რა თქმა უნდა და ამას დავუტოვებთ. დავაპაუზე მუსიკა ჩართული იქ. ხო და მოკლედ ეს მიგვაქვს იქ ვუტოვებთ. ხო და ჩემი აქეთ მომაქვს. ესეთი ამბები. კაი, წავედი ახლა თორე უნდა დავალაგო ხალხო. ესეც ნაგავია რომ იცოდეთ. ოღონდ ამ ქუცა გრაუნდა, სადაც ქუდია და ამას გადასაგდები არ არის. 1-2 გამოიყენა მხოლოდ. აი აქ დავთოთ. აქ დათუნიებია, უფრო მეტი. სათამაშოები და დათუნიები. იქაც ემოთადებს. მოკლედ, ჩემოდანიც გატენილია ტანსაცმლით, რომელსაც წელს უკვე აღარ გამოვიყენებთ. ერთიც და მეორეც აი ესე. აი ეს საბანი აქ იყო და მე იცით. გართულება მაქვს ხოლმე თუ რამე არ გავრეცხე და ასე შემდეგ თუ გამოვიყენე ეგეც. ასე რომ მოკლედ ესე ჩემოც ვიფასებო. ესე იგი. აქ არ ვიცი ხარ ახდება, მაგრამ აინც გაჩვენებთ, ხო? ეს ფარდა მოვხსენი. კიდევ ეს რახან იქ ვიყენებდით. დავაგდე გასარეცხად. მანქანა მოვიტანეთ, ჩემი ახალი ნაყიდი რაღაცები მოვიტანეთ. ხო და მოკლედ წყალი კი გააკეთა, მუხა მეკეც ახლა რომ მოიტანეს, ახლა ხან გააკეთა და ესეც დასალაგებელი მაქვს, მერიდება, მაგრამ რა იქნა, უნდა გაჩვენოთ. ხო, კიდე რა მაქვს გასაკეთებელი, ეს ფარდა უნდა ჩამოვხსნა. ხო, ეს სარკე მაქვს, უკვე ეს მოვიტანეთ, 55 ლარი ღირდა, ეგ ძირფასებო. თეთრი, იმიტომ ვიყიდე, რომ შავი აქ არ ვარგა. მოკლედ, აი ესეთი ამბებია აქ. აქ ესაა ტრაპი და
იმიტომ რომ სადაც მანქანასთან არ წამოვიდეს წყალი ჩემმა ძმამ გაგიკეთებთ ამას აი ასე ოდნავ სიმაღლეზეო და რა ვიცი შევხედოთ როგორ მოიცლის იმის მიხედვით აქ მანქანისთვის შესაერთებელი არ არის იქ აქ ქონდა დენი ესე წარმომწონს კედელი ვუი ტუალეტის შეღებეთ უნდა გაჩვენოთ ხო და მოკლედ რაც არის ეგ არის ხალხო არა უშავს ნელა ნაბიჯ ყველაფერს გავაკეთებთ მოკლედ აი ასეთი მდგომარეობა არის აქ ჯერჯერობით ხო და თავარია ის თავი გამოუცვალეთ აი ესე ვარდისფრად რახან მოგვრჩა საღებავი შევღებეთ იქ აი ეს პლასტიკარტი გასამაგრებელია არ ვიცი ხა თქვენ რა სიძახით მაგას აინახეთ იქ უნდა გავამაგროთ არა ჩამჯდარი კარგად აქ ქვემოთაც საქმე მაქვს ამ ყველაფერსაც ხედავთ აი დედიკო და ეხა ღამე არის და რა დრო არის კი ხვდებით და მოკლედ წავედი ეხა დაგათვალიერებინეთ ისე ზედაპირულად თუ რა დღეშიც ვართ ეს ხო აქ აი აქ ჩავალაგე ეს ტაფები მე რაც მაქვს ეს ჯერ არ გამომიყენებია იცით ეს ჯემი თასები და ესეც სუპლასმასებია მაგრამ 1 2 3 4 6 7 8 9 10 11 12 13 და ასე შემდეგ ესე ილიკამ რომ მომიტანა ხო გახსოვთ ხო და მოკლედ ეხლა რას ვფიქრობ მე ვფიქრობ რომ ამას რამე გადავაფარო რომ არ გამიფუჭოს აი ესე ჩოჩიალმა აი ამან თუნდაც აი ასე ამან ხო და რამე უნდა მომუფიქრო სხვა გზა არ მაქვს ეგ ხელი კი ნაღამ დავწვით